პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომლის კვლევებს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული, ბარბარე ყიფიანი იყო. ბარბარე 1879 წელს ქუთაისში დიმიტრი ყიფიანის ოჯახში დაიბადა. თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი სწავლა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. ბარბარე ყიფიანმა 1906 წელს ემილ ვანდერველდესთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ბელგიის პრემიერ-მინისტრი გახდა, ბრიუსელში 4000 კაციანი მიტინგი გამართა. იგი რუსეთის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფის ხელისუფლების დაუნდობლობას აპროტესტებდა ქართველთა მიმართ. ბარბარე ყიფიანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბრიუსელის უნივერსიტეტში. პარალელურად ლექციებს პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებშიც კითხულობდა. ბარბარე ყიფიანის თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია დაარსდა. თუ გინდა გაიგო მეტი ამბავი საქართველოს შესახებ, შემოვერთდი ჩემს კურსს ყველაფერი საქართველოს შესახებ. გელოდები ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.